შეფასებები კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ინიციატივას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა ჯგუფი საზოგადოების დაყოფისთვის სიძულვილის ენას მიზანმიმართულად იყენებს. სიძულვილის ტირაჟირებაში კი ოპოზიცია ქართულ ოცნებას ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველო იქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგის განახორციელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ახლა გამოიკვეთა დინარაძის როლი და ფუნქცია, დავინახეთ თუ რატომ მიიღო მან გენერლობა ფურცელზე, ფაქტობრივად ქაღალდის გენერალი მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ Facebook პოსტებს უნდა ზდიოს საჯარო სივრცეში. ეს არის სიგიჟე, ამ სიგიჟეში გვაცხოვრებს ქართული ოცნება და მათ შორის ეს არის მდგენელი, ხო, პოლიტიკური სისუსტის გამოხატულებაა ის, რომ როდესაც ჩვენ გაკრიტიკებენ, ამას როგორც რაღაცა გარდაქმნის საშუალებას ისე კი არ იღებ, არამედ იღებ როგორც პრობლემას და პრობლემას პასუხობ იმით, რომ მოქალაქეების გაშვებას აპირებთ ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გაკრიტიკებენ. ამ ქვეყანაში სიძულვილის აფინანსებს ქართული ოცნება. მათი შემოსავლის, მათი შავი სალაროს შემოსავლის 70% მიდის სიბინძურეში, პროპაგანდაში, ტროლებში, მიდის რაღაცა პეიჯების შექმნაში, საკუთარი აქტივის მობილიზებაში, სიზღვის და სიძულვილის ენის დანერგვაში. 100 ქარხანა შეპირდა ივანიშვილი ამ ქვეყანას, მაგრამ ნამდვილად შექმნა 100 ტროლ პეიჯი, ნამდვილად შექმნა 100 ტროლ პეიჯი. რაც შეეხება თვითონ მამუკან დინარაძეს, ის არის მსოფლიო ისტორიაში პირველი გენერალი, რომელიც იწყებს ბრძოლას Facebook პოსტების წინააღმდეგ. თქვენ ნახეთ, რომ რა შეურაცხყოფების კორიანტელია? ორივე მხრიდან. მე გეგონებათ, რომ ხოლმე არა, ორივე მხრიდან და სამწუხაროდ ამის ავტორი არის სწორედ ის ორგანიზაციები და ის საერთაშორისო NGO-შნიკები თუ NGO-s წარმომადგენლები, ვის ფინანსდებიან გარე ძალებისგან. მათ შორის ევროკავშირიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც. ამასთან დაკავშირებით სწორი პოზიცია აქვს სახელმწიფოს და თქვა, რომ დიახ, ჩვენ წინ უნდა აღვდგეთ, ჩვენ პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ეს უბედურებები რამენაირად გავანელოთ და შევაჩეროთ. მნიშვნელოვანია და სულად მისასალმებელია, იცით რომ კანონმდებლობა უკვე გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა მოიყვანა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც არ უშვებს მათ შორის სიძულვილის ენას, ასე რომ კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე. ევროკავშირი აფინანსებდა ჩვენთან სიძულვილის ენის როგორც დამკვიდრებას, ისე მის არ აღმოფხრას, ვინაიდან მცდელობა სწორედ ეს იყო საიასი ევროკავშირის დაფინანსებით, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანის შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ნაწილი, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლებისა. შეგახსენებთ გერმანიის ელჩს, რომელიც ფაშისტური პლაკატის და სლოგანის ფონზე პოზირებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე. ამაზე რეაქციაც კი არ აქვს არანაირი.